გამარჯობა. თუ პეტრეს რიზორტში უძრავი ქონების შეძენით ხართ დაინტერესებული, თუმცა გიჭირთ არჩევანის გაკეთება რეზიდენციებსა და აპარტამენტებს შორის, მე დღეს გაგაცნობთ მათ შორის მთავარ განსხვავებებსა და საერთო მახასიათებლებს. თავარი, რაც რეზიდენციებსა და აპარტამენტებს ერთმანეთისგან განასხვავებს, არის შენობის კონცეფცია. რეზიდენციები გადანაწილებულია 5-7 სართულიან შენობებში, რაც შეეხება აპარტამენტებს, ისინი 3-29 სართულიან ბლოკშია განთავსებული. განსხვავებით აპარტამენტებისგან, პირველ სართულზე განთავსებულ რეზიდენციებთ აქვს საკუთარი გამწვანებული ვერანდა, რაც თქვენ, როგორც მფლობელს, დამატებით კომფორტს განიჭებთ. მართალია ორივე ტიპის უძრავი ქონება განთავსებულია ციხისძირში, ზღვის პირველ ზოლში, თუმცა აღნიშნულად ღირს, რომ რეზიდენციების ბლოკები კიდევ უფრო ახლოს არის კერძო სანაპიროსთან. მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ მათთვის, ვინც უძრავი ქონების სრული რემონტის შეძენას გეგმავს, რეზიდენციებისა და აპარტამენტის ინტერიერიც განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც შეეხება საერთო მახასიათებლებს, როგორც აპარტამენტების, ასევე რეზიდენციებისთვის გაკუთვნილ თითოეულ ბლოკს გააჩნია საკუთარი საცურაო აუზი. დამსვენებლებსა და მაცხოვრებლებს კი შეუძლიათ კურორტის სრული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ასევე, ორივე ტიპის უძრავი ქონების გამოყენება შეგიძლიათ როგორც საცხოვრებლად და დასასვენებლად, ასევე საინვესტიციოდ, რადგან საერთაშორისო კომპანია Valor Hospitality's გაქირავების სერვისი ორივე მათგანზე მოქმედებს. თუ ეს ვიდეო არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ თქვენ გადაწყვეტილება მიგეღოთ, გირჩევთ დაჯავშნოთ ვიზიტი ჩვენს გაყიდვების ლაუნჯში, განახლებულ მისამართზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი ნომერი 2.